ორხევში ახლად გახსნილი ყვავილების სათბური თბილისის მერმა დაათვალიერა და მცენარეების დარგვაშიც მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო სტანდარტებით 120 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი ობიექტი ყვავილები თბილისის მაღაზიებს მოამარაგებს, თუმცა ახლო მომავალში საკუთარი მაღაზიის გახსნასაც გეგმავს, სადაც პროდუქცია ბევრად უფრო იაფად გაიყიდება. ამჟამად სათბურში 15 სახეობის მცენარე მოყავთ. მალე ეს რაოდენობა 80-მდე გაიზრდება. სათბურში მომუშავე ადამიანებმა ტრენინგი ჰოლანდიაში გაიარეს. ქალაქის გამწვანება და გალამაზება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და კარგია, რომ კერძო ინიციატივები ფეხთაფეხ, ესე ვთქვათ, მოყვებიან ამ ტენდენციას. ეს არის ის ბაზა, რომელზეც განვითარება შესაძლებელია მაღაზიების ქსელის მიმართულებით და ეს გეგმა აქვს დამფუძნებლებს და მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი მაგალითია იჯარას მივეცით ჩვენ თავის დროზე მიწა, ხელი შეუწყეთ, კარგი მაგალითია ესე ვთქვათ, პარტნიორობის სახელმწიფო და კერძო სფეროს შორის. ესეთი პარტნიორობით არის შესაძლებელი სწორედ აი ამ პრობლემების მოგვარება, რასაც პირველ რიგში უმუშევრობა ქვია. ჰოლანდიური სათბური, მენლოს ტიპის სათბური, პირველია საქართველოში ესეთი ამ მასშტაბის ტრეინინგებზე ყავდა გაშვებული 5 ადამიანი, ვინც ისწავლეს, ასე ვთქვათ, როგორც ყვავილების გაზრდა, ასევე მართვა ამ სათბურის. ეხლა ადგილობრივ კადრებს ასწავლიან იგივე. წელიწადში სადღაც 400.000 ძირი ქოთანი მცენარე გვექნება. ყველანაირი პროცედურები, ტრენინგები გავიარეთ. მცენარეებთან დაკავშირებით, ანუ როგორ უნდა მოულა, როგორ უნდა მოურწყვა და ასე შემდეგ. და ეს ვიყენებთ ჩვენ სათბურში.